ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოს დავანახოთ, რომ თქვენ ჩებით რეზიდენტულები და ხედავთ საზრის რაღაცების კეთებაში, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ რაღაცნაირი კონსტრუირებული იმედი, რაღაცაზე დამყარებული იმედი, რომელიც მერე აუცილებლად შედეგს მოიტანს. როცა დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა, ძალიან ბევრი ადამიანს ვესაუბრა, ვინც ემიგრაციაში არის ახლა, ან თქვათ ემიგრაციიდან დაბრუნდა. თავარი რაც ამ ხუთ ნამუშევარს აერთიანებს, არის პროცესი, მოძრაობა, ტრანზიციული მდგომარეობა, მომთაბარეობა, შიგნით თუ გარეთ. მოგესალმებით. პირველ რიგში მიხარია რომ აქ ხართ და მიხარია რომ დისკმა ისა მოახერხა ფესტივალის ჩატარება. Living in the illusions of democracy, which are again very liberal but not caring for the local people, and at the same time. ხადია ვილაპარაკებთ კიდე ეკონომიკურ განსაზღვრებებზე, როგორც ვიცით, ეს არის ხო უპირველესი მიზეზი საქართველოსთან მიგრაციის. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ჩატარდა ეს ღონისძიება იმ რეალობაში, სადაც ვართ. შეიძლება ონლაინ მედიებით რაღაც ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ როცა ფიზიკურ სივრცეში ხდება მსგავსი ტიპის მიმოცვლა და დისკუსია და პრეზენტაცია, ეს კიდევ უფრო რაღაც თვალის ამხელია. ყველა ფილმი, რაც ვნახეთ, ემოციურად ძალიან მძიმე იყო. კინო და კინოენა ზუსტად ამას გაჩვენებს, რა შეიძლება იყოს ხალხთა შორის სოლიდარობა, დიდი სახელმწიფოების, ჰეგემონური იდეოლოგიების, ნაციონალისტური იდეოლოგიების მიღმა. ეს ფესტივალი ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც დღესდღეობით არის ძალიან აქტუალური როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ზოგადად მსოფლიოში. თავი ბედნიერად ვიგრძენი, იმიტომ რომ ვიყავი ადამიანებთან ერთად ამ გამოცდილების თანაზიარი, მნიშვნელოვანი და ძვირფასია ამ საკითხებში ერთად ყოფნა. თავისთავად ძალიან ძვირფასია ეს სივრცე. მგონია რომ ამ სივრცის, ამ შესაძლებლობის გამოყენება ყველასთვის, ყველა თემაში, ხო? და იმ თემებში, რომელიც ყველაზე მეტად მიჩქმალული, დამალული და წინააღმდეგობაში მყოფია ხანდახან საზოგადოება ან საჯარო აზრი, თვალსაჩინო გავხადოთ კინოს გავლით. ჩემთვის ეს ფესტივალი არის ხოლმე რაღაცა სუნთქვის სივრცე იმ ქაოსში, იმ ყველაფერში, რაც ხდება. ბოლო წლებში და განსაკუთრებით წელს უკვე არა მხოლოდ ასეთი სივრცეების ორგანიზება, არამედ მასში მონაწილეობაც არის თავისთავად უკვე რაღაცნაირად პროტესტის ფორმა და რაღაცა ბრაზის გამოხატვის საშუალებაც და დღეს მაგალითად ჩემთვის კიდევ ერთი შეხსენება იყო ამ დასწრება ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება იმის, რომ რამდენად ღირებულია ის, რისთვისაც ვიბრძვით დღეს საქართველოში.